დღეს მოვამზადებთ ქაბაბს, ქართველებისთვის ძალიან საყვარელ სუფრულ კერძს, აი კაცურ კერძს, ქაბაბს, რომელიც კავკასიური კერძია, ქართველები ვერ დავიბრალეთ ამის ქონას, მაგრამ ქართველები კიდე განსხვავებულად ვაკეთებთ ქაბაბს, ჩვენი ინტერპრეტაციით ვაკეთებთ. ასე რომ არის კავკასიის ქვეყნებში რამოდენიმე სახის გავრცელებული ქაბაბი, სხვადასხვანაირ სახეობით. თუმცა ქართველები გამოვირჩევით ჩვენი ხასიათის შეტანით. და ეს რა ხასიათია? დღეს გეტყვით და გაჩვენებთ როგორ უნდა მოვამზადოთ ქართული ქაბაბი. ქართული ხასიათის ქაბაბი. აი, ნახეთ, მე მაქვს აქ გამოტარებული უკვე 2 კილო საქონლის რბილი და 500 გრამი ღორის ხორცი, ცხიმიანი ღორის ხორცი და ასევე დამატებული მაქვს ღორის სალა, სადღაც 100 გრამი მაქსიმუმ და ეს სალა ეტყობა ზუსტად თეთრი რაც არის, ეს არის ღორის სალა. ღორის სალა და ღორის ცხიმი გვაძლევს იმას, რომ რაც ჩვენ ყველას გვიყვარს ქაბაბში იყოს წვნიანი, თუმცა მხოლოდ ცხიმის დამატება ხორცში არ განაპირობებს მის ცხიმიანობას. აქ არის მთავარი სწორად შეწვა და სწორად დამუშავება. აქ მაქვს კიდე ხახვი გატარებული და წინა გადაცემაშიც, წინა ეპიზოდში, როდესაც ხინკალს ვაკეთებდი, იქაც აღვნიშნე, რომ ხახვი უნდა გაიწუროს. გატარებული ხახვი აუცილებლად უნდა გაიწუროს, რომ ეს მძაღი გემოები, რაც წვენის სახით აქვს ხახვს, ის მოშორდეს. და ეხლა გავწურავ ამაში ჩემს საწურში. გადმოვიტან და ეს თავისით ჩაიწურება. დღეს ასევე გავუკეთებ ქაბაბს 3 სახის სოუსს. ეს იქნება იმერული, ძალიან საინტერესო, ძალიან მიყვარს, ქელეხის აჯიკას ეძახიან. იმერული აჯიკა, საოცარი და განსხვავებული სოუსი არის. სტანდარტულ ქაბაბის სოუსს, ქაბაბის და მწვადის სოუსს გავაკეთებ და გავაკეთებ ბერძნული იოგურტით ბერძნულ ძაძიკს, რომელიც უფრო მისი სიმჟავე უფრო საინტერესოს გახდის ქაბაბის გემოს. თავარი ეხა ქაბაბში რაც არის, ხორცი უნდა იცემოს, ესე ვეძახით ხოლმე, უნდა დაიბეგოს, უნდა იცემოს, რომ ჟელატინმა დაიწყოს მოქმედება, როგორც ცომშია პრინციპში, რომ გლუტენმა უნდა დაიწყოს მუშაობა, ესეც ზუსტად ის შემთხვევა, ოღონდ აქ გლუტენი არ არის, აქ არის კოლაგენი, იგივე ჟელატინის პრინციპი, რომ ჟელატინმა დაიწყოს მუშაობა და უნდა ამას ისე მოზელვა, ცემა, დაბეგვა როგორც ცომს ძელთ, დაახლოებით ისე შეგიძლიათ, თავიდან დაიწყოთ და მერე დაამატოთ უკვე რტყმა, ესეთი არ დაინანოთ და ესე მკაცრად თუ რამე გულში დარდი გაქვთ, შეგიძლიათ ესე გადმოსცეთ ამ ხორცს. ამით დაჰაერებაც ხდება ხორცის. რაც კიდე უფრო ჰაეროვანს და წვნიანს გახდის ქაბაბს. ამას ახლა ცოტა ხანში დავამატებ ხახვს და იმ სუნელებს, რაც ამ ქაბაბს ქართულად აქცევს. აქ გამოტარებული არის 2.5 სწორი რო ვიყო 2.5 თავი ხახვი და ამ ყველაფერს გადმოვიტან. აქვე არის გატარებული მწვანე წიწაკა 1 და 3 კბილი ნიორი. აქვე გვაქვს სუნელების ნაირსახეობა და ეხლა მინდა გაჩვენოთ რა არის. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში შებოლილი პაპრიკა, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, უცხოსუნელი და ხმელი ქინძი, სუმახი დაბქვილი და სუმახი ნედლი. ეხლა დავიწყებ და მარილი რა თქმა უნდა. ეხლა დავიწყებ კოვზით, ავწონი, ეს იყოს ჩვენი სასწორი დღეს. ქინძი მძაფრი არის და უქნათ ნახევარი კოვზი, უცხოსუნელი შეგვიძლია 1 კოვზი, სუმახიც 1 სუფრის კოვზი, ეს მთლიანად.
დაღერღილი წიწაკა ნახევარი, პილპილი შავი. მოდი რა ხავ თქვი, ესე ვქნათ. ესეც ნახევარი და შებოლილი პაპრიკაც ნახევარი. აქვე უნდა დავამატოთ ამ ყველაფერს ოხრახუში. ეხლა ამ ოხრახუშს დავჭრი და ხელახლა დავიწყოთ ბეგვა და ცემა ჩვენი ფარშის. აქ არის ერთი პატარა კონა ოხრახუში. და ეხლა დავიწყებ ამის შეზელვას. მარილიც მარილი გამოვიდა ნახევარი სუფრის კოვსი. ასევე მარილებში ბევრი სხვაობა არის, ამაზე მე სხვა ეპიზოდებში შეგვიძლია ვისაუბროთ და აუცილებლად ყურადღებით იყავით, რომელ მარილს აღვით. აქ ცალსახად შემიძლია რაოდენობები გითხრათ სუნელების, თუმცა მარილები განსხვავდება დაბქვის სისქითაც და ინტენსივობით, მარილის გემოს ინტენსივობით. 5-10 წუთის განმავლობაში ეს უნდა იზილოს და იცემოს. იცემას ვეძახით, თორე ეს არაა ცემა. გადმოვარ, დავანგრიე ყველაფერი. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის თუ როგორ გამოატარებთ და რაში გამოატარებთ ხორცს. თუ მექანიკური, ანუ ხელის სატარებელში ვაკეთებთ, მან კიდე იმდენად არ ცხელდება ხორცი და არ ფუჭდება მისი შემადგენლობა. თუ ელექტრო ხორცაკებს ვიყენებთ, უმჯობესია ის ხორცი, რაც უნდა გავატაროთ, წინასწარ შევყინოთ, კი არ გავყინოთ, აი შევყინოთ, რადგან როდესაც მანქანა მუშაობს, წნევა და ხახუნის ძალის შედეგად ხორცი ცხელდება და მნიშვნელოვან პროტეინებს, რაც ხორცს აქვს და მინერალებს და ცილებს აზიანებს. და ასევე როგორც ცომს არ უყვარს გადახურება ზელვისას და მომზადებისას, ისე არ უყვარს ხორცს ამ შემთხვევაში ქაბაბს გადახურება, იმიტომ რომ ის ჟელატინი რაც გვინდა რომ გამოყოს ქაბაბმა, გაუჭირდება ამ შემთხვევაში, თუ გადახურდა ხორცი. ასე რომ ის ხორცი, რომელიც უნდა გამოატაროთ, შეგიძლიათ წინასწარ, შეგიძლიათ არ აუცილებლად წინასწარ შეყინეთ და იქვე შეგიძლიათ ასევე არის მეორე მეთოდი, რომ ეს სუნელები, რომელიც ახლა მე გამოვიყენე უშუალოდ ფარში, შეგიძლიათ ის ხორცი აზილოთ იმ სუნელებით და მერე გამოატაროთ. მაგრამ აუცილებლად წინასწარ შეყინეთ. აი ესე უნდა გამოიყურებოდეს საბოლოოდ ნაცები, ნაბეგვი ხორცი შეიკრას როგორც ცომი და უნდა იპრიალოს. ნახეთ როგორი არის. ეხლა ამას ცოტა ხანი დავასვენებ და ამასობაში ნაკურთხალში ჩავაგდებ პომიდორს და ბულგარულს და შემდეგ ამას დავუბრუნდები და წინასწარ 200 გრამიანებად ამ შემთხვევაში ხელიზომებად მოვჭრი და მაცივარში შევინახავ მინიმუმ 3 საათი. ცოტა მეტიც თუ იქნება უკეთესი, თუმცა მაცივარი რაში გვეხმარება სიცივე, რომ ეს ყველაფერი შეიკრას, ჟელატინი უფრო გამკვრივდეს და როდესაც უკვე შამპურზე აცმის დრო მოვა, უფრო გაადვილდება პროცესი და რისკი იმისა, რომ ქაბაბი ჩამოვარდეს შამპურიდან 0-ის ტოლფასია. წავიღებ ახლა პომიდორს და ბულგარულს ცეცხლში ჩავაგდე და თან იქვე ყავასაც მოვიმზადებ ცეცხლზე. აქ შედარებით ნაკლები სიმხურვალი. პირდაპირ მოურიდებლად უნდა ჩავყაროთ ბულგარული, პომიდორი პირდაპირ ცეცხლზე და უნდა დაიწვას, არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ ამ კანს ჩვენ ისედაც მოვაცლით და ის მძაფრი არომატები, რაც ცეცხლს აქვს, ის ჩვენ გვჭირდება ახლა. ისედაც უფრო ნაზი
და რბილი გამოდის ესე მომზადებული პომიდორი და ბულგარული. კიდე ერთ მეთოდს გასწავლით, როდესაც ცეცხლიდან თუ სახში ამზადებთ, შეგიძლიათ ღია გაზზე, ღია ცეცხლზე პირდაპირ გაზზე დადოთ ტაფის გარეშე, დაწვათ, კარგად დაწვათ, შემდეგ კონტეინერში გადმოიტანოთ და ზემოდან გადააკრათ პლასტიკი, რომ კარგად ჩახურდეს, რომ ეს კანი მარტივად გაეცალოს. ჩვენ შემთხვევაში აგერ გაზი არ გვინდა, ღია ცეცხლი გვაქვს. აჰა. Соусებისთვის უკვე გავამზადე ხახვი, ორნაირად დავჭერი. იმერულ ქერხის აჯიკას ჭირდება ალყა-ალყა ვეჯებად დაჭრილი ხახვი და ქაბაბის და მწვადის საწებელას კუბებად დაჭრილი ხახვი. ეხლა გავაკეთებ თითქმის 90% დავასრულებ ქაბაბის და მწვადის საწებელას. ამას ჭირდება ტომატ პასტა, მარილი, უცხო სუნელი და ხმელი ქინძი. ასევე შეგიძლიათ წყალი დაამატოთ. მე ამ შემთხვევაში დავამატებ საქონლის ბულიონს. და მოვრით. ასევე შავი პილპილი. და საწებელი მზადა. აქ 90% იმიტომ თქვი რომ დასრულებულია თქო. ნაკვერცხიდან ამოღებული პომიდორის და ბულგარულის ნაფლეტები მინდა დავამატო. ამას რომ ის შებოლილი არომატი უფრო მძაფრი გახდეს. ასევე ხა გავხეხავ კიც ბერძნული ძაძიკისთვის და დავამარინებდებ ძმართან ერთად. ამას დრო ჭირდება რომ ძმარის და კიდრის კომბინაცია კარგად მოხდეს და მე ეს შემდეგ საღამოს უკვე შევასუნელებ და იოგურტსაც დავამატებ. მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა რომ კიტრი შეიცავს სადღაც 95% წყალს და ცოტათი გადაწურვა მოგვიწევს მისი წყლისგან რომ წყალი ჩავანაცვლოთ ზვრით რომ ინტენსიური ზმნის გემო მიიღოს. ეხა დროა იმერული ქელეხის საწებელი გავაკეთო, ამისთვის ცეცხლი დამჭირდება და ხახვის მოთუშვა კარაქში. ტაფა უკვე გაცხელდა, ნაკურჩხალსია. კარაქს დავაგდებ. კარგია. აქვე გავუკეთებ სუნელებს. ქინძი, ხმელი ქინძი. უცხო სუნელი და დაღერღილი ციტაკა. მარილს მოგვიანებით დავამატებ. ეს კარგად ხა გაიხსნას. ეს ალყა დაჭრილი ხო. ეს ეხა ჩაითუშება. მერე დავამატებთ ტომატ პასტას და აი იმ პომიდორს და ბულგარულის მასას, რომელიც ცეცხლზე დავწვით.
ცოტა ბულიონს სისქის შესაბამისად. ეს соуსი არ უნდა იყოს თხელთხელი, ეს უნდა იყოს შეციებული შემდეგ და შემდგარი მასა. არ წარმოიდგინოთ, რომ ეს არის საწებელი და არა соуსი. ამის თქვა მინდოდა. და ეს მოიშუშება და ამას დავამატებ ტომატ პასტას. ეხლა დავამატებ ტომატ პასტას. სადაც 2-3 კოვზი გამოდის. კარგად მოულევთ. ასევე დავამატებ ცეცხლში დამწვარ ბულგარულ წითელს და პომიდორს. მეტი საინტერესო გემოსთვის და ეს დასრულდება ნიგვზის მასის დამატებით. ან თხილის, გურიაში შეგვიძლია თხილიც დავამატოთ. და მერე უშუალოდ პროცესში, როდესაც დამჭირდება, ნიგოს დავამატებ ან თხილს. გურიაში აგერ ბევრი თხილი გვაქვს და თხილს დავამატებ. ეს ეხა მზადა, მარილი და აი ესეთი მასა უნდა იყოს, მეგობრებო. ესეთ სქელი მასა, ეს უნდა შეცივდეს. და ეს საწებელი უნდა მივირთვათ ცივად. ეხა მივდივარ ჩემს სიძესთან, უფრო სიძესთან, ავთანდილთან, ავთოსთან, ჩემს სეხნიასთან და შემპირდა მოკლედ 1 წელიან შემპირდა, რკინის სპეციალისტია შედუღებაში რა, მაგარი არის და შემპირდა გრილს გაგიკეთებო. და მეც ეხა მინდა ჩავიდე და ჩემი ძალები გამოვცადო გრილის კეთებაში. ჩემი ნახაზები მაქვს, ჩემი პრინციპები რანაირი გავაკეთო და მე ის როგორ გამოვიყენო და ეხა მივდივარ, ჩამოდი, დროზე ჩამოდიო. უცებ გავაკეთოთო და ჩავალ აბა. რას მეტყვის ის? რას ვეტყვი მე? ასე გამოიყურება ჩვენი გაკეთებული გრილი. ეს ერთმანეთზეც ფუნქციურად ერთმანეთზეც დაედება და სართულ აეწყობა და შეგვიძლია უკვე ცხობაც კი მოვახდინოთ ამ გრილში. ეხა პრინციპში მე უნდა გამოვწვა, რომ კვებისთვის არ იყოს საშიში. ზეთით უნდა გამოვწვა და ნახეთ აქ შავ ზედაპირს, როგორც აქაა შავი ზედაპირი, ესე გაიკეთებს თლიანი გრილი. ცხიმისგან გაკეთდება დამცავი ფენა საჭმელსა და უშუალოდ რკინას შორის. თუმცა ამას მე ძალიან კარგი მოფრთხილება უნდა და შენახვა ღია სისხლის და წყლის მოხვედრა დამღუპველი იქნება, არ უნდა დაჟანგდეს. ამასობაში სანამ ეს გამოიწვება, დაგვიღამდება ამინდიც აირია, ცოტა ქარმაც დაუბერა და ღრუბლებიც მიმოიფარდნენ და მზეს გადაეფარნენ. ასე რომ უშუალოდ ქაბაბის შეწვა მოგვიწევს უკვე საღამოს, მაგრამ მე არაფერი, თავარია ეს გამოვწვათ ახლა. როგორც ხედავთ, უკვე დაღამდა და ამასობაში სანამ ქაბაბს შევწავ, ბოლომდე დავასრულებ соуსებს. აქ ხო გვაქვს
იმერული ქელეხის საჯიკა, რომელსაც როგორც გითხარით დავამატებ ნიგოს. აი ხა მინდა გაჩვენოთ გურული ნიგოზი. კერკეტ კაკალს ვეძახით ჩვენ და იმიტომ რომ გარსი აქვს ძალიან უხეში და ესე უბრალოდ ვერ გატეხთ. ჯერ ღუმელში უნდა გააცხელო, კარგად გაავარვარო ეს ნიგოზი თავის გარსიანა და მერე დასკდება და უფრო მარტივია იმის გატეხვა. აი ესეთი ლამაზი ვიზუალისაა და ძალიან ცხიმიანია და ეს როგორც ჩემგან იცით, ეს არის გურული სახეხი. აი ესე ფანტელ გიხეხება. ამაზე გავხეხავ ეხა და აი ამ ნიგოს დავამატებ ქელეხის იმერულ საწებელს. აი ესე გამოიყურება, აი ესეთი ფანტელი, ნაზი ფანტელები არის გურულ სახეხზე გახეხილი ნიგოს. ამას ეხა კერკეტ კაკალს დავამატებ ამ ქელეხის საწებელს და შევაზელ. აი ესე გამოიყურება, ამას ოდნავ გათხელება ჭირდება და ისევ ბულიონს დავამატებ. თუმცა სასურველი მასაა, უბრალოდ ქაბაბისთვის ოდნავ შეთხელება სასურველი იქნებოდა. აი ეს. ეხა დავასრულებ ბერძნულ ძაძიკს, კიტრი დამარინადებული გვაქვს და იმას გავწურავ და იოგურტში, მევგალის იოგურტში გადავზელ. აი ესე გამოიყურება იმერული ქელეხის საწებელი. ეხა კი გავწურავ დამარინადებულ კიტს, რომელიც ძმარში, ღვინის ძმარში დავამარინადე. აი ხა სუფთა ჩაის სტილოზე გადმოვიტან და კარგად გავწურავ. აი ეს მშრალი მასა, რაც გავწურეთ. ეს გამოიყურება და უკან ჩავაბრუნებ და ამას დავამატებ უკვე ბერძნულ იოგურტს, მევგალის ბერძნულ იოგურტს და ასევე უნდა დავამატოთ ზეითუნის ზეთი და ნიორი. ნიორი აი აქ მაქვს დაჭრილი წვრილად. ამას დავამატებ. ცოტა მარილი. ამ ყველაფერს ახლა ჭირდება მთავარი გმირი იოგურტი, მევგალის ბერძნული იოგურტი, რომელიც პრინციპში მევგალს აქვს ის უნიკალური თვისება ამ იოგურტს, რომ არის ავთენტიკური, არის ძალიან გამომშრალი, ზედმეტი წვენი ამას არ შეხვდება, ეხლა გავხსნით და განახებ კიდევაც და რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვიტამინები და მინერალები, რაც საჭირო არის იოგურტში, ყველაფერი აქვს შენარჩუნებული. აი შეხედეთ როგორი შესქელებული მასა არის, არავით არის წყალი, არავით არის წვენი. ამას თლიანად ჩაუშვებ. ამ ყველაფერს აკლია ეხა კამა. კამასაც ჩავჭრი ცოცხლად და დავამატებ. და ცოტა ზეითუნის ზეთიც. სხვათა შორის გურიაში ჩვენ გვაქვს კიდე ცერეცო. ძალიან წააგავს კამას. თუმცა ცერეცო უფრო მსხვილ ღეროიანია, იგივე სტრუქტურა აქვს როგორც კამას. თუმცა ღეროები აქვს უფრო სქელი. დროთა დრო ცერეცოსაც განახებთ და გაგაცნობთ ცერეცოს. და აქვე ბერძნული ცივი დაწურის ფერმის ზეითუნის ზეთი. კარგად ამორევა უნდა ეხა ამას. და ძაძიკიც მზად არის. აი ესე გამოიყურება ძაძიკი. ეხა უნდა შევწვა ლავაშის პური. წინაზე ხინკალი რო გავაკეთე და ცომი მოვზილე იმისგან რაც დამრჩა, ის ცომი მშვენიერი იქნება გასაბრტყელებლად და ლავაშის ცომის მოსამზადებლად. ეხა გავაბრტყელებ და იმ გრილსაც გაჩვენებ თუ როგორ გამოიყურება სწორი დამუშავების შემდეგ. ეხა გავაბრტყელებ და გადავინაცვლებ უკვე ცეცხლზე.
ასე გამოიყურება უკვე დამუშავებული რკინის ზედაპირი. როდესაც ზეთით გამოწვათ, აი უკვე შეშავდა და დამცავი ფენა გაიკეთა რკინასა და იმ პროდუქტს შორის, რასაც ჩვენ გამოვაცხობთ. ეხლა გაცხელდება აქ ეს ზედაპირი და აი ამაზე გამოვაცხობ, შევწვა უკვე ლავაშის პურებს. ეგ არის, ეხლა მოვიტან. ესე გამოიყურება ცომი. გახურებულია ჩვენი ახალი გრილი, ისე მიყვარს უკვე და ისე მაბედნიერებს ახალი გრილი, რომ ამაზე ძალიან ბევრი კარგი რამე შეიძლება გაკეთდეს. ხედავთ, როგორი ცხელი არის. რაც ამ კარაქში ძალიან მომწონს. ის არის, რომ დანიური არის და მხოლოდ დანიური რძი არის გამოყენებული, რაც სანდოობას ორმაგად ზრდის. და ძალიან კარგია, როგორც საკონდიტრო ნაწარმში, როგორც ცომის მოსაზელად, ასევე საჭმელების კერძების მოსამზადებლად არის იდეალური. აი ამას დავამტკიცებ აი ახლა. აჰა. აუ როგორ მიხარია ახალი გრილი? როგორ გადმოცი არ ვიცი. პატარა ბავშვი რაღაც საჩუქარს უყიდიან. დიდი ხნის ნანატრს აი ესე ვარ. აჰა. ეს წამებში ხა შეიწება და გადმოვატრიალებ. სამ საათზე მეტი მოუწია პრინციპში სანამ ჩვენ გრილი გავაკეთეთ, ამოვიტანეთ, გამოვწვით, 3 საათზე მეტი გამოვიდა, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, რაც უფრო დიდი ხანი იქნება ქაბაბი დასვენებული, ქაბაბის ხორცი მით უკეთესი. ეხლა მნიშვნელოვანი ნიუანსი არის, რომ აი ნახეთ, შამფური უნდა იყოს ბრტყელი და განიერი. ამას მიაქცეთ ყურადღება მწვადი შამფურზე, რომელიც შედარებით ვიწრო არის, ქაბაბის ჩამოვარდის ალბათობა არის დიდი. ანუ ავარჩიოს სწორი შამფური, დავისველოთ ხელი, წინასწარ დასვენებული ქაბაბი აი ესე ავაცვათ შამფურზე და აქ არის ორი თითის პრინციპი, ნახეთ? აი ესე. მოდიხარ ნელ-ნელა ქვემოთ. მოათავსებ ხორცს შამფურზე. გაითვალისწინეთ, რომ აქ არ დაავიწროთ, იმ სისქის იყოს, რაც შუაგულშია, იგივე სისქის იყოს თავში და ბოლოში. თორე ის ნაწილები აუცილებლად გამოშრება. აი, ყველა თითის გამოყენებით შამფურზე ხორცი ავაცვთ. ეხლა ამ ორი თითის გამოყენებით აი ესე თანაბარ ფორმას ვაძლევთ. აი ეს. და დაუხურეთ აუცილებლად თავი და ბოლო. ყველაზე საშიში ქაბაბში, ქაბაბის ჩამოვარდნის შემთხვევაში არის თავი და ბოლო. თუ კარგად არაა შეკრული, აუცილებლად ჩამოვარდება. აჰა, ეს ერთი უკვე მზად არის. მოდით აბა გასინჯეთ, მზადაა ქაბაბი, სანამ გაცივდა, ეს ცხელი უნდა ჭამოთ. სველი რო იქნება. მოდი. მოით აბა. პური მოტეხე, აგერ соуსი არის, ეს არის ქელეხის იმერული აჯიკა, ეს ბერძნული соуსი არის ძაძიკის და ესა ტრასის მოტეხეთ პური, მოტეხეთ ქაბაბი.
ბოლოს არ უნდა გაიგოს ოპერატორები ბოლოს. ნავდი კაბაბია. ჩვენთან ერთ კაკოიასა კაბაბია, მაგრამ აგიჯუბია. გემრიელესი. соусები? Соусები ძალიან კაია. შესაფერისი, შესაბამისი. აჰა. შესაბამისი არის. შესაფერისიცაა. ორივე.